როგორ შემიძლია ამ ბავშვებზე მოვახდინო ზემოქმედება, რომ მოკლედ ეს ჩაგვრელობითი მისწრაფებები ნაკლები კონდეს, თქო და ხო, რადგანაც ეს უკვე ალბათ მე-5-მე-7 კლასებია. რა, შეიძლება ვთქვათ მეც, ალბათ მე-5-მე-7 კლასები. აქ პირველ რიგში თუ ახლა სისტემას ვიტყვით, არა, აქ პირველ რიგში დაწყეთ იმასებლის ასე კვალიც ჩანს, რომ მამაც ბავშვებს არ შეაყვარა ერთმანეთი და არ დაამეგობრა. ასწავლა შეიძლება კარგი წერა, ლამაზი კალიგრაფია ჩამოუყალიბა, შეიძლება სხარტი ანგარიშს ასწავლა, მაგრამ ასევე სხარტი მეგობრობა, სხარტი დათმობა, ყურადღებიანობა, დახმარება ეს არ ასწავლა. ამიტომ ვიღაცა მეორეს წამოაჯდა თავზე. ამ შემთხვევაში ორი ძმა ორნი არიან, გაერთიანდნენ და შეიძლება ვიღაცები დაჩაგრონ კიდეც რაღაცი დამდორს, შეიძლება სხვა ბავშვები არანაკლები იყვნენ მათზე. ეხლა აი ესეთი ერთმანეთის დაჩაგვრა ძალიან შემოვიდა საქართველოს სკოლებში და არა მარტო საქართველოს სკოლებში, საერთოდ ამერიკული მოვლენაა. არა, ბავშვები რაღაცა ჯგუფი მეორე ჯგუფს ჩაგრავს უმრავლესობას და აშინებს და ხანდახან გამოძალავს და სხვა ამგვარი. ხო? ამას რაღაცა ტერმინიც კი აქვს სპეციალური. ჩემო ძვირფასებო, როგორ მოუვაროთ ამ ორ ძმას, რომლებიც ასე ჩაგრავენ სხვებს. ეს სხვა ბავშვთა მშობლებს ხო არ მოეწონებათ, არა? ისინი მოვიდნენ და გეტყვიან თქვენ მასწავლებლებს, რომ ბიჭო, რა შვებით თქვენ რagazzo? აქ ჩვენი შვილები რატო ჩააყენეთ ასე მდგომარეობაში? მოგვაცილეთ ეს ორი ბავშვი სკოლიდანო. აგიჯანყდებიან, მაგრამ იმათი მოცილება გვინდა, ისინი სხვა ბავშვები არიან. კი, ასეთები არიან, მაგრამ ხომ გაიზრდებიან და გვინდა რომ კარგები გახდნენ. ამრიგად, სკოლიდან, ასე ვთქვათ, უხერხული ბავშვების მოცილება ეს კეთილი საქმე არ არის. კეთილი საქმე ის, რომ აი ამ ბავშვებს რაღაცნაირად მიუდგეთ. რა უნდა ახლა ამ ორ ბავშვს? ერთი ვიღაცა მასწავლებელი მე-5 კლასში, ან ფიზიკის, ან მათემატიკას, ან კლასის ხელმძღვანელი დაუმეგობრდეს ერთი ამ ორს. ხომ? ეცადოს დაუმეგობრდეს, დაიახლოვოს ტკბილიენით, რაღაცა ურთიერთობით, რაღაც საქმეთა დავალებით, რაღაც საქმის გააყოფით, რაღაცით დაიამხლოს და გამოკითხოს, გამოიკვლიოს, რატომ არიან ასეთები. ხომ? ეს ერთი გზა არის. როცა ვიცით რატომ, აი დაუკმაყოფილოთ ის ჭია და ალბათ შეიძლება ეს არ მოხდეს. მეორე, წაიყვანეთ ბავშვების შეკრებას, რაღაცა შეკრებებზე, ლაშქრობებში, ან რაღაცა ერთიანი საქმე მიეცით, რომ ბავშვებმა ერთმანეთი გამოსცადონ მეგობრობაში. ჩვენ ხომ მეგობრობას აღარ ვასწავლით ბავშვებს, აღარც პიონერები ყვანან, აღარც ოქტომბრელები ყვანან, არა და ბავშვებს ორგანიზებები უნდათ. თუ ჩვენ არ ვთავაზობ, თვითონ ქმნიათ ამ ორგანიზაციებს და ეს ორი ბავშვის ორგანიზაციაც, აი სტიქიურად შექმნილი ორგანიზაცია ძმები არიან და თანაც თავიანთი არაკეთილი აზრით გაერთიანებულები. ეს ამ ბავშვებსაც შემკობა უნდათ რაღაცით. რაღაცა აკლია თქვენგან. გავიგეთ? ან ის რომ დიდობის დამკვიდრება სჭირდება, თავისუფლების დამკვიდრება სჭირდება, ეს აკლიათ ლიდერობის მოთხოვნილება აქვს და ჩვენ არ დაუკმაყოფილეთ, რაღაცა აკლიათ მათ. არა, ამრიგად შეისწავლეთ ეს შემოკარგებო და ეს ყველაფერი თანაც ინდივიდუალურ საუბრებში გაარკვიეთ. აი, ბავშვი ცალკე გამოიძახა და უთხარა ამ ძმებს, ბიჭებო, თქვენ ასეთი კარგები ხართ. რა გინდათ თქვენ ჩვენგან? როგორები გინდათ რომ ვიყოთ? ჩვენ არ გვინდა გიჩილოთ თქვენ ან სკოლის ადმინისტრაციასთან, ან თქვენ მშობლებთან, ან მილიცია გამოვიძახოთ, ან სხვა მშობლები აგიჯახოთ. ეს არ გვინდა, თქვენ გვიყვარხართ ჩვენ და აქედან არ გაგიშვებთ ჩვენ. არა? მაგრამ შეგვეშველეთ რაღაცაში. მოკლედ გზები ბევრი არის. მაგრამ ჩვენ გვინდა ორი სიტყვა ვისწავლოთ, რომელსაც ვეტყვით ბავშვებს ამ ორ ძმას, რომ ეს მეორედ აღარ გაბედო და იმათ აღარ გაბედონ. ეგ ორი სიტყვა არ არსებობს. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, დროში, ასე ვთქვათ, განვრცობილი პროცესი, აზრის პროცესი ესა და არა სწავლებისა.